ნომერი 6. შოუს მონაწილეს მიმართავს წამყვანი. ამ გოგონებიდან ერთ-ერთი არ გეტყვი რომელი არის დალი. ის სიმართლეს გიპასუხებს. ანუ დალი სიმართლეს ამბობს. მეორე კი არის მედეა. ის ტყუილს გეტყვის. ანუ მედეა ვატყუებს. მათ თითო ჩემოდანი აქვს. პრიზი მხოლოდ ერთ-ერთ მათგანში დევს. შენ საშუალება გაქვს რომ დასვა მხოლოდ ერთი ისეთი კითხვა, რომელზეც პასუხი იქნება დიახ ან არა. ამ კითხვაზე ერთ-ერთი მათგანი გააქცემს პასუხს. გაითვალისწინე რომ გოგონებმა იციან თუ რომელ ჩემოდანში დევს პრიზი. ჩამოთვლითაგან რომელი კითხვის დასმის შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ მიღებული პასუხის საფუძველზე მონაწილემ დაადგინოს დალის ჩემოდანშია პრიზი თუ მედეას ჩემოდანში. ანუ დასადგენი გვაქვს პრიზი რომლის ჩემოდანშია და არა რომელ ჩემოდანში. ვიცით რომ დალი სიმართლეს ამბობს, მედეა კი იტყუებს. ან ნივთი შეიძლება იყოს ან დალისთან, ან მედეასთან. განვიხილოთ ახლა შეკვეთები. პირველი, რა იქნება დალის პასუხი კითხვაზე მის ჩემოდანში თუ დევს პრიზი. თუ დალის ჩემოდანში დევს პრიზი და დალი უნდა გაგვცეს პასუხი, დალი აუცილებლად გვეტყვის რომ კი, თუ მედეა გაგვცემს პასუხს, გვეტყვის არას. ესე იგი მივიღეთ განსხვავებული პასუხები. თუ განსხვავებული პასუხები მივიღეთ, ვერ დავადგენთ ჯერ რომელმა გვიპასუხა და სიმართლე გითხრეს თუ ტყუილი. თუ ნივთი მედეას ჩემოდანში იქნებოდა, დალი გვეტყოდა არას, მედეა გვეტყოდა გის. ანუ ეს პირველი პასუხი გამოირიცხა. მეორე, რა იქნება მედეას პასუხი კითხვაზე მის ჩემოდანში თუ დევს პრიზი. პრიზი დევს ან დალისთან, ან მედეასთან, ხო? თუ დალისთან დევს, დალის პასუხი მედეას პასუხის შესახებ იქნება რომ არას გვეტყვის, მედეა მედეას პასუხის შესახებ გვეტყვის კის. იმიტომ რომ ორჯერ უნდა მოიტყუოს. თუ მედეასთან დევს, დალის პასუხი მედეასთან დევს თუ არა, ჩემოდანი იქნება დევს, ხოლო მედეას პასუხი იქნება არ დევს. იმიტომ რომ მედეამ ორჯერ უნდა მოგატყუოს და სიმართლე გამოვა. ორჯერ იმიტომ უნდა მოიტყუოს მედეამ, მედეას ვეკითხებით მედეას აზრზე. ამიტომ მეორე კითხვიდანაც არ გამომდინარეობს. განვიხილოთ ახლა მესამე. თქვა არის ასეთი, შენს ჩემოდანში პრიზი დევს. თუ პირადად მიმართავ დალის, შენს ჩემოდანში დევს თუ არა პრიზი, თუ დევს უნდა გითხრას დევს. მედეამ ამ შემთხვევაში უნდა გითხრას ისევ დევს, იმიტომ რომ უნდა მოგვატყუოს მედეამ და რადგან მედეასთან არ დევს, გვეტყვის რომ ისევ დევს. რა მოხდება ნივთი თუ მედეასთან არის და დალისთან არ არის. დალი მკითხვაზე შენ ჩემოდანში დევს თუ არა ნივთიო, უნდა გითხრას არ დევსო, იმიტომ რომ უნდა მოგვატყუოს. მედეამაც შენ ჩემოდანში დევს თუ არა ნივთიო, უნდა გითხრას არ დევს. ანუ ამ ბოლო კითხვით შეგვიძლია გავიგოთ ვის ჩემოდანში დევს პრიზი. თუ ბოლო კითხვაზე პასუხი იქნება დადებითი, ესე იგი დალის ჩემოდანში დევს, თუ პასუხი იქნება უარყოფითი, ესე იგი მედეას ჩემოდანში დევს.